როგორ ვიყავით? ჩემ მეგობარ რაღაც ახალ დისკს ჩაწერდა, მანქანაში ჩავდებით, მოდი მოусმინოთ ბოლომდე, როგორ მოусმინოთ? წავედი ბათუმში წავიდეთ. 12 საათზე ავიდოდით სახლში. თან ჩემ დედამთან სამცხოვრებელს, დიდი ოჯახი ყავს მამუკას და ერთად ვიყავით ყველა. ჩავაწყობდით და მამუკას და რა მე მეგონა ცოლოს მოიყვანა და წმაგდებოდა ესეთივე გიჟია სადმე და ეხა ამის 12 საათზე ჩავყრედით რაღაცებს წავიდოდით. აი სულ ესეთ რეჟიმს სადაც მოგვინდებოდა იქ მივიდეთ ყველაფერს ვაკეთებდით და მე ერთ დღესაც თბილისში ვიყავით. ბათუმში ვიყავით ზაფხულში და ჩამოვედით აღმოჩნდა ორსულად და 15 სექტემბერს არის მამუკას დაბადების დღე. სადღაც 1 სექტემბერს გავიგე ეს ამბავი და მეთქი არ ვეტყვი თქო. და დაბადების დღეს და ეხოს ფოტო რა გამოჩნდება და რაღაცა. ესე ვაჩუქებ თქო და ვითმინე და ბევრი დღეები არ ვამბობდი. და 14-ში ანუ ღამე ვუთხარი. ფილოსოფიის დაბადების დღეს ორსულად არ ხდა. მერე უფრო უფრო აღვიქვა ყველაფერს, ანუ ესე უცბად აი ესეთი არა. ხანჯარასთან იდგა რაღაცა ძალიან დიდი ხანი მახსოვს. თელი ღამე. იდგა არაფერი არ უთქვამს და მერე უკვე რა ეს მოცალი რო გეტყობა და უკვე აღიქვა ყველაფერს და მერე რო გაჩნდა და საკმაოდ რთული მშობიარობა მქონდა. ბათუმიდან რო რეკავდა მჭებრო რა აქნა მოგილოცოთ და არა და ამასობაში ჩამოვიდრე. ანუ ნახე სტილით რომ მიმოყარეს და ხო გაიგეს რომ და სანამ ვიმშობიარე უკვე ჩამოვიდრე და კიდე არ მყავდა გაჩენილი. ძალიან რო გართულდა ყველაფერი და შესაბამისად არავის არაფრის თავი არ ქონა მე როგორც იციან კეიფი ეს თავი იყო გავაჩინე და ყველაფერი კარგად დავთავრდა და მე უკვე დავდევა. ხო ცოტა შორის დღემდე მაგას იძახის ყველა რა. ბავში რო ისე გამოვედი რომ ბავში არც არავის. მანქანაში ადუღებული შამპანიური ეკდა. მე არ მეგდო ეგეც. ილო ფოსტაერთის გავერცა. ვინ შაბიარებს აკითხულობდნენ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული და როგორც იქნა ეს ბავში გაჩნდა და შევხედე რომ ხო გრძნობდი რომ ძალიან ცოტა ყადა რა დავიმახსოვრო თქო როგორია ბავში ხო ანახავა გავხედეს და პატარა მამუკა წავს ესეთი მე კრესტის ვიწამე რაღაცა ერთი ჭორხლი მაინც გამოყოლა და ბავშვები და მე ყველაფერი დალაგდა პირველივე დღიდან მართ აღმოჩნდა სასტიკად ცელქი